არანაირი პოლიტიკა, ეს ჩვენი არხის პოლიტიკა, თუმცა საქართველოში ეს უკანასკნელი ნებისმიერ შოუბიზურ მოვლენაზე პოპულარულია. ასე რომ თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი თქვენთან ერთად არ განგვეხილა. შორი გზიდან მოვუვლით და მიშელ ობამათი დავიწყებთ. ამერიკის პირველი პირის მეუღლე და მარჯვენა ხელი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არა პოლიტიკური აქტივობების, არამედ ჩაცმულობის გამო უფრო ხშირად ხვდება. მიშელი საკმაოდ დახვეწილ და მოდის ბოლო ტენდენციების მიმდევარ ქალბატონად ითვლება. მისი მითითებებით ბევრი ქალი სარგებლობს და მიბაძვის ობიექტიც ხშირად ხდება. ფაქტიურად ეს არის რეკლამა, მისი ჩაცმულობა, მისგან იღებს ძალიან ბევრს მოწონს, რაც აცვიათ და ძალიან კარგი არის ბრენდისთვის, რა ბრენდსაც იცნობს, იმიტომ რომ ის აუცილებლად გაიყიდება. ამავე კონტექსტში განიხილავენ კარლა ბრუნის, საფრანგეთის პირველი პირის მეორე ნახევარს. ფრანგ-იტალიელ მომღერალს დიზაინერები დაუღალავად აქებენ და ეს არა მარტო მისი მომხიბლავი ნაკვთების, არამედ გემოვნებით შერჩეული სამოსის გამოცხდება. ამჯერად ამერიკა ევროპის ნაცვლად შუაგულ თბილისში გადმოვინაცვლოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ხომ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა პრეზიდენტის ინაუგურაცია გახლდათ. თუმცა ჩვენ არ აღონისძიების მნიშვნელობას, არამედ მასზე დამსწრე საზოგადოების ჩაცმულობას განვიხილავთ. ჩამონათვალს რა თქმა უნდა საქართველოს ახალი პრეზიდენტით და მისი რჩეულით დავიწყებთ. მაკაჩიჩუა ინაუგურაციასა და ოფიციალურ მიღებაზე აშკარად ბრწყინავდა. გიორგი მარგველაშვილის მეორე ნახევარს მთელი დღის განმავლობაში ეტიკეტის გათვალისწინებით ეცვა. პარლამენტის ეზოში მაკას სადა კრემისფერი პიჯაკით და მომდგარი ქვედაბოლოთი გამოცხადდა. თუმცა მისი ჩაცმულობა პატრიარქთან შეხვედრაზე შეიცვალა. შავ მუხლს ზემოთ სადა კაბას თვლებით მორთული საყელო ამშვენებდა. თუმცა ყველაზე თვალის მომჭრელი აც უკვე პირველი ლედი პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გახლდათ. გრძელი ცისფერი კაბა, ვერცხლისფერი პიჯაკი და ამას დამატებული ბედნიერი ღიმილი. საქართველოს პირველი ლედი ნამდვილად ანათებდა. პირველად მაკავ ნახე, ეს იყო ჩემი რძლის ჩვენება, იყო აკადემიას ამთავრებდა და ეს იყო დიპლომის დაცვა და ის გამოდიოდა ამ კოლექციის ჩვენებაზე, ან თვითონ მოდელის როლს ასრულებდა და მე ვიყავი, ყოველად გაოცებული მისი სილამაზით გიждდებოდი, ყოველთვის ძალიან მომწონდა და ეს ადამიანი რო გახდა ესეთი სახე საინტერესო და ყველა დააინტერესა, მე ძალიან მოხარული, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი სახე აქვს. მე არ ვიცი მისის ჩაცმულობა ესეთ სტილს ვერ გამოვყოფ, ეხლა მით უმეტეს უფრო მოუწევს ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ ხშირად გამოჩნდება ტელევიზიაში. საკმაოდ განსხვავებულ ფორმაში ვნახეთ პრემიერ-მინისტრის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე. ქალბატონი, რომელიც ყოველთვის მკაცრად აკადემიური ჩაცმულობით გამოირჩევა, ამ შემთხვევაში საოცრად ნაზი და ქალური გახლდათ. კრიტიკოსების შეფასებით ინაუგურაციაზე ყველაზე დახვეწილად სწორედ ის გამოიყურებოდა. კრისტიან დიორის პალტო, რომელიც ეკა ხვედელიძეს ეცვა 4300 ფუნტ სტერლინგად. კრისტიან ლაბუტინის ფეხსაცმელი კი 445 ევროდ არის შეფასებული. დიორის შავი ფერის პალტო 2013-14 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციიდანაა, რომლის ჩვენებაც პარიზში მოდის კვირეულზე გაიმართა. რაც შეეხება ოფიციალურ მიღებას, ეკატერინემ უპირატესობა შავი ფერის კიპიურით გაწყობილ კაბას მიანიჭა. მნიშვნელოვანი დღის განხილვას კიდევ ერთი მთავარი ობიექტი, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი და ყოფილი მოდელი ანუკი არეშიძე გახლდათ. მოგეხსენებათ, რომ წყვილი უკვე მესამე პატარას ელოდება და მიუხედავად იმისა, რომ ანუკის მუცელი უკვე საკმაოდ ეტყობა, ამას მის ვიზუალზე უარყოფითად არ უმოქმედია. პირიქით, შავ მანტოში და ნაცრისფერ სადა კაბაში გამოწყობილი ანუკი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. იცი რა არის, ანუკი ძალიან გემოვნებიანი გოგოა, შესაბამისად მან დაიწყო დიზაინერობა და უფრო მეტად ფიქრობს იმაზე თუ რა შექმნას ახალი. მე მომწონს, ის ყოველთვის თამამია, ყოველთვის ძალიან საინტერესო დაცვია, ყოველთვის იცის რა უნდა ჩაიცვას, თუნდაც თამამი იყოს აი ესეთ შეხვედრებზე, მე ამას მივესალმები. ჩაცმულობა ანუკიმ ოფიციალური მიღებისთვის გამოცვალა და ღია ფერებში გამოეწყო. დიზაინერმა არჩევანი კრემისფერ გიპიურით გაწყობილ კაბასა და ატმისფერ მანტოზე შეაჩერა. გასაკვირი არაა, რომ კახი კალაძის მეუღლის ჩაცმულობას წუნს ვერ დაუდებ. ბოლოს და ბოლოს ანუკის გემოვნებას არა მარტო საქართველოში ეთაყვანებიან. ასევე განიხილებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნუნუ თამაზაშვილის ჩაცმულობაც. ქალბატონი ინაუგურაციაზე ლურჯ ფერებში გახლდათ გამოწყობილი. აკადემიური ვერცხნილობა, ლურჯი კაბა და ამავე ფერის სადამოსასხამი მოგვიანებით ჭრელმა, ყვავილებიანმა კაბამ და წითელმა მანტომ შეცვალა.
და ძალიან კარგი არის ბრენდისთვის, რა ბრენდსაც იცნობს, იმიტომ რომ ის აუცილებლად გაიყიდება. შესაბამისად, ქართველ ესეთი პოლიტიკოსების ცოლებს ურჩევ, რომ ჩაიცვას ქართველი დიზაინერები, იმიტომ რომ ესენი მისაბაძები გახდებიან საბოლოო ჯამში. რაც შეეხება მამაკაცების ჩაცმულობას, მკაცრად შარვალ კოსტიუმი და ჰალსტუხები. როგორც მსოფლიო დიზაინერები ამბობენ, ქვეყნის პირველი პირების იმიჯზე ყოველთვის მათი ჩაცმულობა მეტყველებს. არაერთხელ შეუქიათ ბარაკ ობამა, რომელიც ჩვეულებრივ ვიზუალს ყოველთვის რაღაც მცირე დეტალით ხდის მიმზიდველს. გოგი მარგველაშვილის შემთხვევაში ეს ელექტრიკი ლურჯი ფერის ჰალსტუხი გახლდათ და თუ ვერ მიხვდით, აგიხსნით. ლურჯ ფერს საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ძველ ეგვიპტეში ეს უკანასკნელი სიმართლეს გამოხატავდა. ლურჯი ამშვიდებს სხეულს და გონებას. ქმნის უსაფრთხოებისა და ნდობის ატმოსფეროს და რაც ყველაზე მთავარია, მისი გამოყენება ფართო აუდიტორიებთანაა რეკომენდირებული. ვერ გეტყვით გათვალა თუ არა ეს საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ ფაქტია, რომ ამიერიდან ქვეყნის პირველი პირი ინაუგურაციაზე საკმაოდ სოლიდურად და საკუთარი პოსტისათვის ღირსეულად ყველაზე მთავარ კომპონენტთან, მეორე ნახევართან ერთად მშვენივრად გამოიყურებოდა.